უცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში. Კიდევ სამშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, ესეთი არაბული აღმოსავლური ხანგებით შემოდის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გადაცემა X-კოდი, რამეთუ დღეს ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ ქააბას შავი ქვა და ის საიდუმლოების ლეგენდების მისტიკა, რომელიც ამ შავი ქვისა და ზოგადად ამ ტერიტორიის ირგვლივ არის გარემოსილი და ჩვენ საუბრობდით რამ ლეგენდაც დაგისახელეთ იმისა, თუ როგორ გაჩნდა ზოგადად ამ ადგილას ტაძარი, რატომ არის ქააბა მეკაში, ახლა აღარ მოყვები ამას, იმიტომ რომ მაგას კვლავ მოუნდება და დაახლოებით 9 საათი. უბრალოდ ჩვენ განვაგრძობთ თხრობას, ჩვენ საუბრობდით, რომ ხუაზიტების ტომი დაეპატრონა ზოგადად ამ ტერიტორიას, დაეპატრონა იმას ანიშნავს, რომ ბრძოლით მოიპოვა, უბრალოდ რაღაცნაირად გამეფთა და მანამდე არსებული ბელადები, არაბული ტომებისა გააძევეს და რაღაცნაირად, მაგრამ ერთი რამ მოხდა, რა თქმა უნდა, ქააბა კვლავ არ დაკარგა თაყვანისმცემელთა ნაკადი არ ცხრებოდა ქააბისკენ. ყველას, როგორც გითხარით, მარტო არაბეთის ნახევარკუნძულის მოსახლეობა არ ცემდა მას პატივს, არამედ ინდოეთიდანაც ჩამოდიოდნენ. რამე თუ საინტერესო რა ინდოელებს მიაჩნდათ, რომ ტრიმურტის ერთ-ერთი პირის შივას სულია ჩასახლებული ამ შავ ქვაში. სპარსელებისთვის ეს ქააბა იყო მათი სათაყვანებელი ღვთაების განსასვენებელი და რომელი ერთი ჩამოთვალო ზოგადად ეს ადგილი და ეს ქვა თითქმის ყველა რელიგიის, ყველა გაბატონებული რელიგიის რაღაცნაირად ასე თუ ისე მასთან ერთგვარ კავშირში იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, ქრისტიანებიც მას პატივსცემდნენ, რამე თუ ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც სხვადასხვა გამოსახულებები და სხვადასხვა რელიგიის გამომსახველი ატრიბუტიკა შემოიტანეს უკვე ქააბაში, მათ შორის იყო სხვადასხვა იესოს გამოსახულება, ისას, როგორც მას მუსულმანები უწოდებენ, და მარიამი ღვთისმშობლით, ეს ორი სახეც იყო აქ განთავსებული და გავიდა ხანი და ხუაზიტები შეცვალეს უკვე სხვა ტომის ხალხმა, კურაიშიტებმა, სწორედ ამ კურაიშიტების მოდგმიდან იყო წარმომავლობით მუჰამედი. რა თქმა უნდა, ჩვენ ესე ძალიან საინტერესო ლეგენდარული პიროვნების ისტორია ცალკე გადაცემის თემა, თუმცა ჩვენ ამჯერად ამაზე მის ისტორიას არ მოყვებით იმდენად, რამდენადაც ეს ძალიან შორს წაგვიყვანს და ბუნებრივია ჩვენ მხოლოდ ქააბასთან მიმართებაში მის ბიოგრაფიის განსაკუთრებულ მომენტებს აღვნიშნავთ. არაერთხელ გითხარით, რომ არაერთხელ დარბეულა და დანგრეულა ეს ტაძარი სხვადასხვა შემოსევებისგან, თუმცა ბოლომდე დანგრეული ის არასოდეს ყოფილა. ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ. მე-7 საუკუნის დასაწყისში ეს მუსულმანური ზოგადად მუსულმანური რელიგიის წარმოქმნა სწორედ ამ ადგილს უკავშირდება, რამე თუ ზოგადად ამ ადგილას დაიბადა მუჰამედი და თქვენ იცით, რომ ის სწორედ ისმაილის შთამომავლად ითვლება და მან მოახერხა ის, რომ მან განდევნა ის კერპები, რომლებიც იყო ამ ქააბაში მოთავსებული და დატოვა მხოლოდ შავი ქვა და როგორც ამბობენ, დატოვა მაცხოვრისა და მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულება. თუმცა მანამდე იყო კიდევ ერთი ისტორია, იყო ხანძარი მე-7 საუკუნის დასაწყისში და ამ ხანძრის გამო ეს კედლები საკმაოდ დაზიანდა. ეს არაბეთის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის იყო გარკვეული განხეთქილება, არაბეთის სხვადასხვა ტომის ბელადები შეკრიბეს ხალხი, მოკლედ არაბეთის ყველა ტომის ხალხი შეიკრიბა და დაიწყეს ამ ტაძრის აღდგენა. და როდესაც დიდი ძალისხმევის შემდეგ მათ ეს ტაძარი აღადგინეს, მაგრამ მოხდა სერიოზული კონფლიქტამდეც კი მივიდა საქმე, საქმის გახლდათ, რომ ყველა თვლიდა თავის თავს იმის ღირსად, რომ ეს შავი ქვა ზუსტად განეთავსებინათ და მოითავსებინათ იქ, სადაც ტაძარში მისი ადგილი იყო განკუთვნილი. და რაღაცნაირად ეს დავა იქამდეც მივიდა, რომ თითქმის სამხედრო დაპირისპირებამდეც მიდიოდა საქმე და საბოლოო ჯამში, როდესაც უხუცესებმა ნახეს, რომ კონფლიქტი ძალიან სერიოზულ მასშტაბებს იძენდა, მათ თქვეს, რომ მოდით ესე მოვიქცეთ, ახლა ვინც პირველი შემოვა ადამიანი ამ ჩვენს ტაძარში, მოდი მას ვკითხოთ და ის მოგვიგვარეთ ჩვენ ამ დავას და კონფლიქტს და მართლაც
ასეც მოიხსნა და ეს პირველი ადამიანი აღმოჩნდა მუხამედი და მას როდესაც აუხსნეს საქმის ვითარება, მან ესეთი გადაწყვეტა შესთავაზა მათ მიწაზე დაადებინა დადო დიდი ქსოვილი, მოათავსა იქ წმინდა ქვა, შემდეგ სთხოვა ყველა ტომს, აერჩია თავისი წარმომადგენელი, რომელიც ასწევდა ამ ტილოს, რომელზედაც წმინდა ქვა იყო დასვენებული, ასეც მოიხსნენ, რაღაცნაირი ეს კონფლიქტი ჩაცხრა, აი ამ გზით ეს ქვა გადააბრძანეს ქააბაში, სადაც მუხამედმა თავად გამოუყო მას ადგილი და როგორც ამბობენ სწორედ მის ადგილას არის და თავად დადო თავისი კვერთხი და პატივისა ამ ქვას ეამბორა და სწორედ აი აქედან უკვე დაიწყო ამ ქვისადმი უკვე მუსულმან ადამიანთა და მუსულმანი აი ამ მრწამსის ყურანის მიმდევარი ადამიანების აი მუსულმანების თაყვანის საგნად იქცა მას შემდეგ რაც უკვე თავად მუხამედმა მიაგო მას პატივი და ეამბორა. სხვათა შორის აქედან იწყება ფაქტობრივად შეიძლება ითქვას უკვე თავად ამ ისლამის დაარსების ისტორიაც. ნუ რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ ადგილას გამოიცხადა მას იგივე ჯაბრაელი, რომელიც მონაწილეობდა ზოგადად ამ ტაძრის აგებაში და შემდეგ აღდგენაში, როგორც უკვე გითხარით, თქმულება გადაცემის პირველ ნაწილში და სწორედ მუჰამედის აი ამ ალაჰის ამ გამოცხადების შემდეგ მან განდევნა ყველა კერპი, ეს დაამსხვრია ყველა კერპი და ამ ხოლმე შავი ხმა. ქვა და მისმა ასეთმა გალაშქრებამ კერპების წინამდე გამოიწვია ბუნებრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება, რის გამოც მუჰამედი იძულებული იყო, გამგზავრებული იყო სხვაგან და სწორედ აი აქედან იწყება უკვე ჰიჯრა მისი და აქედან იწყება უკვე მუსლიმური კალენდარი და სწორედ ამავე პერიოდში უკვე მუჰამედმა დააკანონა, რომ ყველა მართლმორწმუნე მუსლიმმა უნდა ილოცოს სახით არა იერუსალიმისკენ, როგორც მანამდე ხდებოდა ხოლმე, არამედ სწორედ სახით ქააბისკენ, იქ სადაც ეს ქვა არის, ანუ ფაქტობრივად ცენტრი გახდა ეს მუსლიმთა სიწმინდისა, არა უკვე იერუსალიმი, არამედ ქააბა. და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ახალმა რელიგიამ ფაქტობრივად დიდი გავრცელდა მთლიანად არაბეთის ნახევარკუნძულზე, მუჰამედი აღიარეს მოციქულად, ყურანი გახდა წმინდა წიგნი, ხოლო ქააბა კი ყველაზე წმინდა ადგილი მუსლიმებისთვის. მაგრამ აქ საგულისხმო ერთი ფაქტი გახლავთ, რომ მიუხედავად ასეთი აი ახლა მე მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი ძალიან პატივცემული მუსლიმებისთვის ხალიფ ომარის გამონათქვამი, აი თუ როგორი დამოკიდებულება ზოგადად მუსლიმებს ამ ქვის მიმართ, თავდაპირველად ისიც იყო იმ ადამიანთა რიგებში, რომელიც დევნიდა მუჰამედს და შემდგომ მანაც მიიღო ისლამი და რაღაცნაირად აღიარა მუჰამედი მოციქულად, თუმცა აი საგულისხმოა მისი სიტყვები. მე ვიცი რომ ეს ქვა, ქააბის ქვაზე ლაპარაკი, მე ვიცი რომ ეს უბრალო ქვა, რომ მას არ შეუძლია დახმარების გაწევა, რომ მას არ შეუძლია ზიანის მოტანა, მაგრამ მე ჩემი თვალით ვნახე თუ როგორ მიეახლა და როგორ ეამბორა მას წინასწარმეტყველი მუჰამედი და ამიტომაც მე მას უკვე პატივს ვცემო. ნუ აი დაახლოებით ასეთი მიდგომა გახლავთ, ნუ რა თქმა უნდა ეს მხოლოდ პატარა ციტატა და მხოლოდ მაგალითია, თუმცა მე იმის თქვა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ უზომოდ დიდ სიწმინდეს წარმოადგენს თითქმის ყველა მუსლიმისთვის ქააბის შავი ქვა, მაგრამ არაერთგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ მიუხედავად ამისა ზოგადად უკვე ისლამურ წრეებშიც თავდაპირველად როდესაც ეს რელიგია უკვე ყალიბდებოდა როგორც რელიგია, იცით თქვენ წინა გადაცემაში როდესაც ასასინებზე საუბრობდით, მოგიყევით თუ რამდენი განშტოება იყო და ერთ-ერთი განშტოება ისმაიტელებისა იყო იდეოლოგიურ პლატფორმას, სწორედ ასასინთა ორგანიზაციის, ასასინთა ორდენისა. და მინდა გითხრათ რომ აი იმ კონფლიქტმა რომელზედაც მე ახლა მოგახსენებთ არა ასასინებს გულისხმობდა არა ისმაიტილებს, უბრალოდ აი ამ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ამ შავი ქვის მიმართ, ამან მალე ვიჩინა თავი, მაგალითად ცნობილია რომ 682 წელს ქააბაში განხორციელდა თავდასხმა, რომლის შედეგად წმინდა ქვა დაზიანდა და რამდენიმე ნაწილად დანაწევრდა. თავდასხმელების უკან დახევის შემდეგ მექას მოსახლეობამ თითქმის დატოვა ეს ქალაქი, რამე თუ მათ ეგონათ რომ ისინი აუცილებლად დაიჯებოდნენ ალაჰის მიერ იმის გამო რომ ვერ შეძლეს ქააბას პატრონობა და რაღაცნაირად მისცეს თავდასხმელებს საშუალება რომ ეს ასეთი შეტევა განეხორციელებინათ, მაგრამ ნუ გავიდა ხანი დაახლოებით ერთი კვირა და ეს რაღაცნაირად არავითარი ზეციდან ნიშანი არ ყოფილა, არავინ არ დაჯილა, გამოჩნდა უბრალოდ ერთი ხალიფა, რომელმაც მექას მმართველმა, რომელმაც რაღაცნაირად შეეკრიბა ეს მოსახლეობა, დააბრუნა უკან ეს ხალხი უკან, მათ
აღადგინეს ეს ტაძარი და მექას მმართველმა შეერთა შავი ქვის დანაწევრებული ნაწილები და გაამაგრა ეს ვერცხლის სარტყელით, ეხლაც ეს დაახლოებით ესე გამოიყურება. ამბობენ რომ 15 ნაწილად არის დაშლილი, ზოგი ამბობს 3 ნაწილად. ნუ ახლა ზოგადად როგორც გითხარით, ძალიან საკრალური ნივთია ყველა მორწმუნესმის და ამიტომ ზოგადად ესე შესწავლა და რაღაცნაირად მისი აღწერა მეცნიერებისთვის ფაქტობრივად დიდი ფუფუნებაა და ეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ეს არც მოხდარა და რაღაცნაირად მხოლოდ ისტორიული ფოტოებით ან ისტორიული წყაროებით ან თვით ხილველთა რაღაც აღწერით ხდება ამის შესწავლა. ნუ ამ შესწავლაზე ჩვენ თუ დავშედრო რომ გადაცემის ბოლოს მიწურულს გეტყვით და სხვადასხვა კიდევ ერთი საინტერესო რამი და გითხრათ იგივე ასასინებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ წინა გადაცემის თავარი მოქმედი გმირები გახლდნენ, ანუ თავარი თემა გახლდათ ორდენი ასასინთა და აი ისმაიტელები მას ხანერთ ასე უწოდებდნენ 930 წელს ბაჰრეინის ისმაიტელს ისე ძალიან საინტერესო პიროვნება გახლდათ მათი ლიდერი კარმატი და კარმაიტელებსაც უწოდებდნენ მათ მიმდევრებს, ანუ ეს ფაქტობრივად იყო ისლამის ისმაიტელთა ორდენის ერთ-ერთი წევრი, მაგრამ რაღაცნაირად ზერელად მიიღო მან ეს სარწმუნოება, ის იყო უბრალოდ ბედუინი იყო რაღაცნაირად, შემდგომ გაითავისა, აიღო მხოლოდ ის ამ რელიგიიდან რაც მისთვის საჭირო იყო და რაღაცნაირად თავის მომხრებს უთხრა რომ არანაირი განსხვავება არ არსებობსო დაახლოებით ისეთი ასასინოებს გეუბნებით მათთვის არ იყო მნიშვნელობა, ისინი თანაბრად ებრძოდნენ ქრისტიანებსაც და იგივე თავის მრწამსის ხალხსაც, მუსულმანებსაც, მთავარი იყო მათთვის აბსოლუტურად სხვა რამ და დაახლოებით აი ესეთივე მრწამსის ხალხი ამ ბაჰრეინის ისმაიტელებმა რაღაცნაირად დაიწყეს აკონტროლებდნენ ამ გზას და უკვე მე გითხარით რომ ისლამის დამკვიდრებამდე და განსაკუთრებით ისლამის შემდეგ უკვე ის გახდა ქააბი წარმოადგენდა დიდ სალოცავს და მისკენ მუდმივად მოემართებოდნენ მლოცველები და მათ რაღაცნაირად ეს გადაკეთეს ეს გზა და მხოლოდ დიდი განსამჯელოს სანაცვლოდ თავაზობდნენ, უხსნიდნენ გზას, იტაცებდნენ კიდეც ხალიფებს, ნუ ხალიფების რისხვა იყო ფაქტობრივად ეს ბაჰრეინის ისმაიტელთა დაჯგუფება და სწორედ მათ 930 წელს ეს ისტორიული ფაქტია, გაიტაცეს ეს შავი ქვა და დაახლოებით 21 წელი ჰქონდათ გადამალული რა ჩადიოდნენ ხალიფები, რა ჯგუფებს არ უგზავნიდნენ, მაგრამ არაფერ არ გაჭრა და საბოლოო ჯამში მხოლოდ დიდი გასამჯელოს სანაცვლოდ მათ დააბრუნეს ეს შავი ქვა და გაჩნდა მაინც ეჭვი იმისა, რომ ის შავი ქვა არ არის, რომ მან დაკარგა თავისი ძალა და ნიშნად იმისა, რომ დაედასტურებინა ხალიფას, რომ ეს სწორედ ის შავი ქვა გარკვეული ექსპერიმენტის ჩატარების აუცილებლობის წინაშეც კი დადგა ეს გამორჩეული ხელისუფალი და მან ეს ქვა მოათავსა წყალში, ეს ქვა არ ჩაიძირა, მე გითხარით კიდეც გადაცემის ნაწილში, რომ ეს განსაკუთრებული რაღაც თავისებური ბევრი საინტერესო თვისება აქვს ზოგადად ამ ქვას და მხოლოდ ესე დადასტურდა. მინდა გითხრათ, რომ 1980 წელსაც იყო, აი გასული საუკუნის 1980 წელს იყო მცდელობა გარკვეული ფანატიკოსთა ჯგუფისა, რომ შეღწეულიყვნენ აი ამ ქააბას ტაძარში და გაეტაცეს ეს ქვა, მაგრამ საუდის არაბეთის აპოტიტ ხელისუფლებამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა რაზმა ეს აკვეთა და რაღაცნაირად დღეს სხვადასხვა საუდის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი რაზმი მუდმივად პატრონობს მას ისე რომ რა თქმა უნდა იქ ჯარისკაცები არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ადგილს ამ სიწმინდეს პატრონები და მინდა გითხრათ რომ ასეთი რამ მსგავსი თავდასხმები მრავლად ყოფილა მასზე, ის არაერთხელ ყოფილა ასეთი თავდასხმების მიზანი და სამიზნე, მაგრამ არასოდეს საბოლოო ჯამში არ დანგრეულა და რაღაცნაირად ეხლაც აი ძალიან საოცარია ის მე გითხარით რომ ის ქააბას შავი ქააბას ტაძარშია მოთავსებული ეს მისირგული უზარმაზარი მეჩეთია და არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენს განსაკუთრებით მაშინ როდესაც აი უამრავი ხალხი ეს და დაახლოებით თუ არ ვცდები 130,000 მორწმუნეს დატევა შეუძლია იმ ადგილს და 193,000 კვადრატული მეტრის ფართია მთლიანად ეს ნაგებობა, ანუ
ქააბაზე არა მოკლაპარაკი, არამედ ამ ქააბას ირგვლივ აგებულ მეჩეთზე საუბარი და კიდევ ერთხელ გეტყვით, ახლა მე მგონი უკვე ნელ-ნელა უკვე ჩვენ ვახლოვდებით ჩვენი გადაცემის დასასრულს და მინდა ვთქვა თუ რას წარმოადგენს ეს ქვა, დღესაც არ არის ბოლომდე ცნობილი და ბოლომდე ესეც ერთ-ერთი საიდუმლოა კაცობრიობისან, ახლა იმიტომ რომ რა თქმა უნდა მის ირგვლივ უამრავი ლეგენდა არსებობს, მას უამრავ სასწაულს მიაწერენ, ამბობენ რომ ბევრი მეცნიერი, რომელიც რა თქმა უნდა შორს არის დაუშვათ ამ რელიგიური მისდაბად ზოგადად მატერიალისტიც კი არის შეიძლება ითქვას, ისიც კი აღიარებს რომ ამ ქვას გარკვეული ენერგეტიკული რაღაცა მაგნიტური ველის ძალიან ძლიერი ქვა ენერგეტიკულად და ფაქტობრივად ერთგვარი შეიძლება ითქვას აკუმულატორიც არის, რომლისგანაც შეიძლება დაუშვათ ეს მე არ ვიცი, ამბობენ რომ რაღაცნაირად მოახერხებენ ზოგიერთ მეცნიერი დაუშვათ აი ამ შეერწყან აი ამ მლოცველთა რიგებს და რაღაც მიახლონ და რაღაცნაირად ესე ძალიან კონსპირაციულად შეისალონ ეს ქვა, რამე თუ გითხარით რომ ეს დიდი სიწმინდე და მასთან მიახლოვება ძალიან რთულია. ბევრმა გამოთქვა მოსაზრება რომ ეს არამიწიერი წარმავლობის მეტეორიტია, მაგრამ მეტეორიტი ზოგადად რკინა ვერ იქნება, რამე თუ როგორც გითხრა მეტეორიტი არ რკინის არის ან სხვა მეტალისგან და როგორც გითხარით ის ზოგადად ვერ იტანს ტრანსპორტირებას და ფაქტობრივად წყალში არ იძირება და გამოთქვეს ვარაუდი რომ ეს შესაძლოა იქ ადგილობრივი აი კრატერის ქვიშისა და მეტეორიტის ნაერთი შეიძლება გამოდგეს, სადაც 80 წელს ვინმე ელიზაბეთ ტომსენმა გამოთქვა ეს მოსაზრება და ეს შეიძლება ეს მეტეორიტი ნივთიერებათა ნარევიაო და მართლაც 1800 კილომეტრის დაშორებით ქააბიდან და ზოგადად მექადან არის რაღაცა კრატერი და ამ კრატერში 1965 წელს თუ არ ვცდები მართლაც იპოვეს რაღაცა ქვა, რომელიც ფაქტობრივად გავს იმას, რაზედაც ჩვენ საუბრობთ, ანუ შავ ქვას გავს იმით, რომ ის არის ფაქტობრივად შუშა, არის თეთრი, გამჭვირვალე და მე გითხარით კიდეს რომ თავდაპირველად თუ ამ თქმულებას დაუჯერებთ, ის იყო გამჭვირვალე და თეთრი და არა შავი და შავი გახდა მხოლოდ მაშინ შემდეგ რაც როდესაც მასთან უკვე მოდიოდნენ ცოდვებით აღსავსე ადამიანები და ეს ცოდვებისგან ეს ქვა გაშავდა და რაღაცნაირად ამბობენ რომ აი ეს აკლემის კუზი მართლაც არის ესეთი ქვა 1965 წელს აღმოჩენილი, რომელიც თუ რაიდას უნივერსიტეტში არის გამოფინეს და ეხლა სად ინახება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ყოველივე აძლევს მეცნიერებს იმ ვარაუდის საშუალებას, აძლევს მეცნიერებს სითამამეს რომ ივარაუდონ რომ ეს არის ერთგვარი მეტეორიტულ ნივთიერებათა და მდნარი ქვიშის ნარევის ერთობა, რომელიც დღემდე შეუსწავლელია, თუმცა როგორც გითხარით საბოლოო ჯამში ბოლო დასკვნის გაკეთება მეცნიერებს უჭირთ, რამე თუ ამ ქვასთან მიახლება ძალიან რთულია და რაღაცნაირად მხოლოდ ვარაუდით შეიძლება ვარაუდების წარმოთქმა და მხოლოდ ვერსიების გაჟღერება. მე ფიქრობ დღეს ახლა ჩვენი დრო უკვე თანადამობით ამოიწურა. მე მადლობა მინდა გითხრათ ყველას იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით. თუ რა თქმა უნდა არ მოგეცათ პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემის მოსმენის საშუალება, შეგიძლიათ შეგზარდეთ ინტერნეტში, დაუმეგობრდეთ თუ აქამდე არ ხართ დამეგობრებული ამ გადაცემასთან, მონახოთ ეს გადაცემა X-კოდი და მოისმინოთ უკვე ეთერში გასული ჩანაწერების უკვე დასურათებული ვერსია და რა თქმა უნდა სულ გამომჩა, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ SMS შეტყობინება ნომერზე 91778. სწორედ ამ SMS გზავნილების ღირებულება არის მობილური ოპერატორის სტანდარტული ფასი და კიდევ ერთხელ შეგესწრებით რომ SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით მოვალ პარასკევამდე ნახვამდის. მოვარგოთ X-კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X-კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად.